ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელ Facebook-ზე რასმუსენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მისი თქმით, ნატო ეხმარება საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმებით და მოუწოდებს მათ, რომ განაგრძონ რეფორმების გზა. ერთად ჩვენ გვსურს დავიცვათ სტაბილურობა ამ რეგიონში და განვავითაროთ დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. სამხრეთ კავკასიაში არის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, თუმცა ის დაბლოკილია გადაუჭრელი კონფლიქტების გამო. რეგიონში დაძაბულობა უნდა შემცირდეს და უნდა იდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ განხორციელდეს რეგიონული თანამშრომლობა და შერიგება, ნათქვამია განცხადებაში. Security sector reforms and we ერთად ჩვენ გვსურს დავიცვათ სტაბილურობა ამ რეგიონში და განვავითაროთ დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. სამხრეთ კავკასიაში არის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, თუმცა ის დაბლოკილია გადაუჭრელი კონფლიქტების გამო. რეგიონში დაძაბულობა უნდა შემცირდეს და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ განხორციელდეს რეგიონალური თანამშრომლობა და შერიგება. ვინაიდან დღეს ვარ თბილისში, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის. საქართველოს ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი და ერთგულების მაგალითია. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. შემოდგომაზე საქართველო გახდება ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ეს უდიდესი მიღწევაა. ამგვარად ნატოს და ჩვენს პარტნიორებს აქ და სამხრეთ კავკასიაში აქვს მყარად ჩამოყალიბებული ფარგლები დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ უსაფრთხოების გამოწვევებს 21 საუკუნეში. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ სტაბილურობის, უსაფრთხოების შესაქმნელად, რასაც ეს რეგიონი იმსახურებს.